მოგესალმებით. ვიწყებ ცოცხალი სესიის ჩაწერას. PLO 2 GG პოკერი. ეხლა დავიწყე სესია და ვნახოთ რა იქნება. იდეაში ამ სესიების მიზანი ის არის, რომ დავათვალიეროთ შემადგენლობები. ეს არის ბოლო ვიდეო ამ მომენტსაც ახლა ამ ციკლიდან, ანუ რეგულარული მაგიდების ციკლიდან. აქ ერთი ბლაინდის გადახდა შეიძლება. რა თქმა უნდა. შემადგენლობა ხა NL2-ზე ალბათ ყველა რომში კარგი იქნება. ხედავ აქ რაღაც საინტერესო ოპონენტებს. რა თქმა უნდა მე პირდაპირ დავჯექი მაგიდებზე, ანუ არ გამიკეთებია სელექტი, ანუ არ მიძებნია მაგიდები, იქიდან გამომდინარე რომ დიდი ინფორმაცია ახლა მე არ მაქვს აქ ოპონენტებზე, აქ არ თამაშობ ამ მომენტისათვის. უბრალოდ NL-ად ვთამაშობ ამ რომში, PLO-ად ვთამაშობ. დაბლსვით ჰენდია, ნორმალური ამ ოპონენტის წინააღმდეგ მე მგონი ეს ვერ დავყრი ამას. აქ ფლოპზე მაგ ეგრეთ წოდებული ვრაპი 9 აუტი მაქვს, მაგრამ 6 აუტი მჩება იქიდან გამომდინარე, რომ ჯრები მე არ მაწყობს. მე მგონი ეს ის ფსონია, რომელზეც პირდაპირ დაყრა მირჩევნია. წვილიც რომ მქონდა, სავარაუდოდ წავიდოდი სტეკზე, მაგრამ არ მგონია კარგად ვიდგე რა. ზოგადად მომლოდინი ხელები ომაჰაში ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ზოგჯერ მომლოდინი ხელით უფრო კარგად გახარ, ანუ უფრო წინ ხარ მზახელებზეც, ძალიან ხშირად ხდება ეგ რაღაცა 75%, აი ყოფილა შემთხვევა, რომ რაც მომლოდინი ხელით ქონია 75% მზახელის წინააღმდეგ. მაგალითად, რაღაც ოვერწყვილის წინააღმდეგ, ან ტოპწყვილის წინააღმდეგ შეიძლება რაღაცა სასტრიზე და საფლეში გქონდეს, რომელიც 75% ეკვიტის მოაგროვებს ხოლმე რა. მაგრამ ყოველთვის ესე არ არის, კარგად უნდა დაუკვირდე. მაგალითად, სასტრიდე გაქვს და თან ფლეშს რო ბორდია, უნდა ფლეშის აუტები უნდა გამოაკლო. ანუ ის აუტები, რომელიც ფლეშს ხურავს, უნდა გამოაკლო შენს აუტებს და ასე შემდეგ. ესე უნდა დაითვალო. მაგაზე ერთი ცალკე ვიდეო ალბათ მე მექნება, სადაც ვრაპებზე ვილაპარაკებ და მომლოდინე ხელებზე. ჯერჯერობით არა. ეს ფლოპი ხა არის ისეთი, სადაც ჩემი ტუჯვარი აქვს, კარგად ბლოკავს ფლეშ დროებს. ანუ კარგი ფლეშ დროები ოპონენტს არ ეყოლება და ფიქრობ რომ ხშირად შეიძლება რომ აქ მოვიპარო ეს ცადო რა, ცადო. როცა რაღაცა დაბალი რანდაუნები უჭირავს, აი სიტყვაზე რაღაც 2-ან 7-ან 6-ან რაღაცა ის გავსი ჰენდები. თერნი შეიძლება ისეთი დადოს, რომელიც მიცემს რაღაც წყვილს და ვრაპს ან რაღაც ეგეც და მე უკვე კარგი კვიტის დაიჭერს და თუ ვერ დაიჭერს კარგი კვიტის კიდე მაინც არაფერს არ გადაიხდის. შესაბამისად ეგეთი ხელების წინააღმდეგ მირჩენია რომ ფლოპზევე წავიღო რა. და ისე როგორც ასეთი ეკვიტი ჩემი ტუზები მან დიდად არაფერს აღარ წარმოადგენდნენ. ომაჰაში აი ეს რანერები ეგრეთ წოდებული ბექტორ ეკვიტი, ანუ ორი კარტი რომელიც ეკვიტისაც ჭირდება ფლოპზე ძალიან აქტუალურია. შეიძლება ოპონენტს ქონდეს ორი ბექტორ ფლეშ დრო და ბექტორ სასტრიტეები და ასე შემდეგ. როცა არ წაუვა ბექტორი, რა თქმა უნდა, არაფერს არ გადაიხდის, цаრიელი ჰენდით, მაგრამ როცა წაუვა ხოლმე ბექტორი, საკმაოდ კარგი ეკვიტის დაიჭერს ხოლმე შენ წინააღმდეგ, შესაბამისად. ჯობია ფლოპზევე წაიღო რა, როცა არის საშუალება. მაგრამ ვერ დავიღეთ. ეგ არაფერი. რაც შეეხება ჰოლდემის სტრატეგიას, დამწყები მოთამაშეები ვინც მიყურებენ, ვურჩევდი რომ გადავიდნენ პლეილისტებში და უყურონ პლეილისტს პოკერის სტრატეგია 0-დან. ეგ არის პლეილისტი სადაც ხსნი ჰოლდემის სტრატეგიას. დამწყები მოთამაშეებისთვის სწორედ მაგას გავუწევდი რეკომენდაციას, რაც შეეხება ომაჰას. ომაჰაზე ჯერჯერობით ეგეთი სტრატეგიის პლეილისტი არ მაქვს, უბრალოდ მაქვს ცოცხალი სესიები და სტრატეგიას მოვაზადებ, როცა მე თვითონ უფრო მეტი თავდაჯერება მექნება ამ თამაშში. და რაც იმედია მალე მოხდება. აი, შემადგენლობებსაც შეეხება
ეხლა რაც ვუყურებ, ადვილი შემადგენლობები ჩანს, მაგრამ ეხლა ძალიან გადასარევი არა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. რაც არის, ვითამაშოთ. ხა მაგიდების ზემნას და სელექტის კეთებას აქ არ დავიწყებ, იმიტომ რომ ვიდეოს არ გავაფუჭებ მაგითი. ვითამაშოთ რაც არის ეგ შემადგენლობები. ტუზები ესეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, სქვიზია, ყველა ტუზები შეიძლება ითქვას. თუმცა ეს ნორმალური ტუზებია, ვალეტრიანი. დამატებითი კომპონენტი აქვს, ვალეტრიანის სახით, ან დაკონექტებული single switch hand-ია რა. ვალეტი როცა ტუზებთან არის, კიდე ან ტუზთანაც დაკონექტებულია და რუიანთანაც. ეს საკმაოდ კარგ hand-ად ითვლება. ეხლა ამ შემთხვევაში უფრო უკეთეს ხელად ითვლება, ოდნავ უკეთეს hand-ად ითვლება, ვიდრე წეღად. აქ ამ სიტუაციაში მე რა თქმა უნდა ფსონს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ სრულიად ჩემი ფლოპია, როცა ორი ტუზი იდება, ჯერ ერთი რომ მე ორი ტუზი ხელში მიჭირავს და მეორე ერთი კიდე ოპონენტებს უბრალოდ ისედაც რომ არ მეჭიროს ეს ტუზები, ტუზ ორიანზე ძალიან დიდი ფოლდები აქვთ რა. აქაც ახლა უკვე რომ ფსონი აღარ გავაკეთო, არ გამოვა და ძალიან პატარა ფსონს გავაკეთებ, იქნება ვინმე გადაიხადოს, მაგრამ რაღაც ეჭვი მაქვს რომ მაინც დააღრიან. თან ფლეშ დროებსაც რომ მე ბლოკავ, ეგ არის ძალიან ცუდი. ესეთ გათამაშებაში რეკრეაციული მოთამაშე როცა არ ყავს დიდად არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს. ესე ძლიერ ხელს როცა მოედები. ასე მკვდარი მაგიდა ჩანს ეს. შვიდი მაქსი მაგიდებია ომაჰაში. ვალეტიანორიანი არც ძლიერი ხელია, მაგრამ პოზიციიდან გამომდინარე რეიზია. ამ შემთხვევაში double switch hand-ი მაინც შეიძლება რომ დავარეიზოთ. მოვიდა ფლეში, მეორე ნაცი. მონოტონურ ფლოპებზე. შეგვიძლია 1/13 საიზინგი ვიხმაროთ ხოლმე. ოპონენტი ისეთია რომ მეორე ნაცით საკმარისი იქნება მე მგონი ამ ოპონენტთან სტეკზე სათამაშოთ, შესაბამისად აღარ გვინდა თერნი რივერი, პირდაპირ დავაოლინოთ და დარწმუნებული ვარ დაბალი ფლეშები კი არა, შეიძლება ხანდახან სტრიტებიც ითამაშოს სტეკზე. აღმოჩნდა რომ სტრიტი კი არა, საერთოდ ბლოკერი ქონდა მარტო და რატოღაც მაინც დამიქოლა. ამას გულისხმობდი რომ ამბობდი. ოპონენტზე ინფორმაცია ეს რას აკეთებს? ოპონენტზე ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა დაიჭირა დამატებითი აუტები ოპონენტმა. ამას არ მითიშა. გაწყლებული ბორდებიც როგორც მონოტონები 1/13-ით შეიძლება თამაში. ესეთი ბორდებია, რომლებიც lockdown ბორდებს ეძახიან ამას, როცა ნაცი არ შეიცვლება რა. ნაცი ხა არის იდეაში რუიანებია ნაცი, მაგრამ full house-ი, თქვათ ეგრე, კარიან full house-ი არის ნაცი და შესაბამისად იგივე დარჩება რა. მაგალითად ხა ამ ბორდზე ნაცი შეიძლება ძალიან ხშირად თერნზე ჯვარი ამოვიდეს ფლეში და იხურება.
შეიძლება სტრიტი დაიხუროს, შეიძლება გაწყვილდეს და full house დაიხუროს შესაბამისად და არა შევთავაზებ მე თვითონ რაინ თვაის. აქ ვეცადოთ ჩეკ-ჩეკი წავიღოთ. ხო, ანუ ბორდი რომელზეც ნაცი ხშირად შეიძლება, ანუ თუ ვაკეთებთ ხოლმე ფსონს, ცოტა დიდი საიზინგი არის ადეკვატური რომ გავაკეთოთ, იქიდან გამომდინარე რომ მოგლუდინე ხელებს ცოტა ძვირი დაუჯინოთ თერნის ნახვა. დავველიუბეთოთ და ლოკდაუნ ბორდებზე სადაც ნაცი დიდად აღარ შეიცვლება ხოლმე, შეგვიძლია შეიძლება შედარებით პატარა საიზინგები ვიხმაროთ. მაგრამ ეხლა ტუზ ორიანი რო იყო წეღან ფლოპი, მან საერთოდ აზრი არ ქონდა ფსონის გაკეთებას, მაგრამ თუ გავაკეთებდი პატარა საიზინგს რომ გამეკეთები. ჯერჯერობით ვქოლავთ. ტოპ წვილი ტოპ კიკერი მქონდა. მეორე წვილი მომივიდა რივერზე. მართალია ფლეში დაიხურა, მაგრამ ფლეშ დროებით ხშირად აქ გააგრძელებდნენ ოპონენტისგან აგრესიას. მგონია რომ ტოპ ორი წვილით აქ შემიძლია ბეტფოლდი ვითამაშო, ანუ ფსონი გავაკეთო და რეიზების წინააღმდეგ დავეცე რა. მგონია რომ აქ რაღაც შეიძლება სხვა ორი წვილი იყოს ოპონენტთან, მაგალითად რაღაც თუ 7-იანი თუ 4-იანი გადაიხადოს. თუმცა გაფლეშა. ფლეშ დროებისგან მეორე ბარეს ვუდებოდი ხოლმე აქ როგორც ეს. აქ იგივე სიტუაციაა რაც წეღან, ანუ მაქვს ტუზ ჯვარი, რომელიც კარგ საფლეშებს ან ნაც საფლეშებს ბლოკავს, შესაბამისად გავაკეთებ ფსონს, ცოტა მიჭედავს. ეხლა დავამოღავებ, ცოტა მიჭედავს. GG. ASI ბორდია, სრულად chain ბორდი, აქაც ფლეშ დროს ბლოკერი მაქვს და გავაგრძელებ აგრესიას. რაღაც დღეს chain ბლოკერები კარგად არ მუშაობს. სამწუხაროდ, მაგრამ არა უშოთ. ეს ბლოკერები ზოგადად ძალიან კარგად მუშაობს ომაჰაში, ანუ ნაც ფლეშ დროებს ბლოკავს რა. ოპონენტს ვერ ექნება, შეიძლება რაღაცა დაბალი ბანზი ფლეში რო კონდეს, მაგრამ ნაც ფლეში რო ვერ ექნება, შესაბამისად კარგი ფოლდეკვიტი გვაქვს რა. აი ეს ლოკდაუნ ბორდია, გავალ მაინც, რავი, ფლეში დროდებს რაღაცა 1-3-ს გავალ. ოპონენტმა დაქოლა. რახან ფლოპი დაქოლა, მე ვიგულისხმებ რომ რაღაცა ყავს. ეს რაღაცა იქნება რიგ შემთხვევებში ფლეში დრო, რიგ შემთხვევებში შეიძლება იმასაც კონდეს ტუზი. ერთი ტუზი არის დასტაში, შესაბამისად შეიძლება კონდეს ტუზიქსი და რავი, იქნება გადავახტევინოთ. როცა არ აქვს, უკვე ხა ეგეთი ჰენდისგან დიდი იმედები ვერ გვექნება. მაინც ასე რომ გული არ მწყდება რომ დაღარა. დავარეიზოთ. ეს რეინბოუ ჰენდს თუნდაც ბატონზე მაინც დავყრი. ეს ოპონენტი ფიშად ყავს მონიშნული, მაგრამ რაღაცა სტატებით ფიშს არ გავს. ვინც ითამაშებთ NL-ors, კი არა, PL-ors, თუ რასაც ითამაშებთ, მნიშვნელობა არ აქვს. კარგად შეარჩიეთ მაგიდები, რომ მაგიდაზე იჯდეს ერთი მაინც მინიმუმ კარგი საინტერესო ოპონენტი. ტუსკარულ 4-იანი სინგლს ვიდე უფრო ტრიბეთი მომწონს ვიდრე კოლი. ან ტუზ ჯვარი რო არ მეჭიროს აქ ამ შემთხვევაში კოლი იქნებოდა უეჭველად, მაგრამ რახან ტუზ ჯვარი მიჭირავს, ეს რაღაცა სანაცე პოტენციალს აძლევს ჩემს ხელს, თან ტუზი არის ბლოკერი, ამათი გაგრძელების, ამათი რა ამ შემთხვევაში ამის გაგრძელების რეინჯის, ანუ ორი ტუზი უფრო იშვიათად, აი მარტივად ვთქვათ, ორი ტუზი უფრო იშვიათად ექნება ხოლმე რა. ფორმეტებს უფრო იშვიათად მივიღებ ხოლმე, როცა მე ერთი ტუზი მიჭირავს რა. ხო და მაგიტომ შემიძლია ხოლმე რომ თავს უფრო მივცე რომ დავატრიბეთო, როცა ტუზი მიჭირავს, რომ ფოლდეკვიტის უფრო მაძლევს ტუზი. არანაირი აზრი არ აქვს, ჩეკ-ჩეკით თუ გავათრიეთ, თუ არა და დავყრი რა, ეგ არის და ეგ. ორი ოპონენტი როცა ყავს, საერთოდ ჯერ აქ ხო ერთ ოპონენტზე ბლეფი დიდად კარგად არ მუშაობს ხოლმე ომაჰაში და ორ ოპონენტზე მით უმეტეს. ახლა ველიუბეთი კიდე ესე პროსტა ოვერპარით აქ ომაჰაში მაინც კარგი იდეა არ არის ხოლმე. სტრიტი მაქვს. პირდაპირ რეიზით მიჩვენია თამაში, იმიტომ რომ ფლეშ დრო ბორდია. მართალია აქ შეიძლება ხშირად ფრი როლზე დავჯდე.
რაც არ იქნება სასიამოვნო. ანუ გულისხმობ free roll-ში იმას, რომ opponents კონდეს ჩემნაირი სტედი და დამატებითი red draw, მაგალითად flash draw ან სეტი. მაგის გათვალისწინებით ხა time-აკი აღარ მქონდა, მაგის გათვალისწინებით ხა რომ free roll-ზე არ მოუხედვილიყავით. შეიძლება call-ი ჯობდა. ვიდრე raise. მაგრამ მე ვარსო call-ის პრობლემა მქონდა, რომ flash draw-ს reverse ვანახებდით რა. და გადაგვისწრებდნენ ხოლმე ხშირად. flash draw-ის სეტები და ასე შემდეგ. მაგრამ არა უშავს, flash card-ებზე და გაწყვილებებზე დაყრა ძალიან ძნელი არ იქნებოდა მაგ სტრიტის. კიდე იყო უფრო მაღალი სტრიტის შესაძლებლობები, ან ჩვენაირი სტრიტი ქონოდა opponents და უფრო მაღალი straight draw. არ გვეჭირა რა მაინდა-მაინც კარგი ხელი მაგის თქმა მინდა. ნუ, გადასარევი ფლოპია. top წვილი, nuts flash draw, თავისუფლად ესეც stake size-თან, რა თქმა უნდა stake-ზე თამაში. თითქმის ნებისმიერ stake size-თან შეიძლებოდა თამაში ხა აქ. ძალიან ძლიერი hand-ი მქონდა. კიდე backdoor flash draw მქონდა ყვავებზე და კიდე სასტრიტეები, backdoor სასტრიტეები. აჰა, უბონეთო გადაგვისწრო turn-ზე. ნუ გადაგვისწრო რა გაგებით ამ ზახელით გადაგვისწრო, მაგრამ equity მაინც მე უფრო დიდი მაქვს. აჰა, მაგრამ წავაგეთ. არა უშავს. აი მას ვამბობდი მომლოდინე ხელებზე. turn-ზე opponent უფრო კარგი ზახელი დაიჭირა ვიდრე მე მქონდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ მე 2 flash draw მეჭირა და კიდე 9 ცოცხალი აუტი კაროლა ლეტროიანის სახით, ხო? მე უფრო დიდი equity მქონდა ვიდრე opponents. turn-ზე. ანუ ერთი კარტი იყო ხოლმე გასახსნელი და 66% მქონდა უკეთესი მზახელის წინააღმდეგ. ორი წვილი თითქმის ყოველთვის ძალიან ძლიერია, მართალი ხა 10-იანი ან 5-იანი დიდად კარგი ვერსია არ არის ორი წვილის. მაინც ასურველია რომ დაკონექტებული იყოს რა, რომ რაღაცა სტრიტები კეთდებოდეს. 10-იანი მაინც. ეგეც არ არის გადასარევი, მაგრამ ხან დამატებით რაღაც გაჩოც მოედება, ხან რას მოედება, აი მაგალითად სეტი და გაჩოტი რაღაც აი დამატებითი equity შეიძლება მოგცეს ხოლმე რა. ხშირად, რაც საკმაოდ ნიშნულოვან სხვაობას იძლევა ზოგჯერ. ეს მოგლეჯელი სამიანი რა ხან მაქვს უბრალოდ დავქოლავ, რამე ცოტა დაკონექტებული კარტი რო იყოს აქ, აი 6-იანიდან ზევით დავარეიზებდი, დავატრიბეთებდი. მაგას იგივე არგუმენტით, რომ ანუ ნაკლები გაჩოტები მოვა, ნაკლები სტრიტები და ასე შემდეგ. უზდამა და მავალეტი ტრიბეთია. ასე დამელსუით hands, რა თქმა უნდა, ვერ დავყრი პოზიციაში, დავქოლავ. მოვიდა პარა და მოვიდა ორხრივი სასტრიტე. და კიდე backdoor საფლეშე. რავი, მე მგონი ამ hand-ით stake-ზე თამაშიც შეიძლება. გავიზარდოთ აგრესია. ნუ დიდად სასიხარულო არ იქნებოდა ამ ხელით stake-ზე თამაში, მაგრამ საკმარისად კარგი equity იყო. და ტუზების წინააღმდეგ, აი ესე პირობითად რო ვთქვა, ტუზების წინააღმდეგ ცუდად არ ვიდექი. მასეთ როცა დატრიბეთებულ ბანკში თამაშობ, აი პირველი სწორება მაგაზე უნდა გააკეთო, რომ აი ბოლო-ბოლო ტუზების მაინც უგებ თანაბრად გახარ თუ როგორ გახარ. ყოველ ტუზები არ ეყოლება ოპონენტს, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი წილი ოპონენტების სკვიზების ტუზებია ხოლმე. აქ სასიამოვნო იქნებოდა, რომ ცხრიანი მქონოდა დამატებით დაუშვათ, უკვე ძალიან დიდ equity-ს დამიმატებდა. აი სამიანის მაგერად ცხრიანი, რვიანი ან რაღაც ეგეთი რომ მქონდა. ნუ რვიანი რა, ცხრიანი, რვიანი არ მინდა. ხო, იმას ამბობდი, რომ ვინც ითამაშებს, აუცილებლად კარგად შეარჩიეთ მაგი და ეხა მაგალითად როგორ მაგიდაზე ვთამაშობ, ეხა რომ მე ჩემ რეგულარულ სესიას ვთამაშობდე,
ამ მაგიდების უმრავლესობიდან ალბათ ავდგებოდი რა. მინიმუმ ერთი ისეთი ოპონენტი მაინც თუ არის მაგიდაზე, რომელიც ძალიან ლუზურად თამაშობს. ხა სამდარიგებიან დისტანციაზე ვერ შევაფასებ, მაგრამ რაღაც ეჭვი მაქვს, რომ მაინც აი ეს როგორიც არის, აი 65-70 მაინც რო ქონდეს პიპი, ეგეთი მოთამაშე რა. და თუ პატარა დისტანცია აქვს, მაინც აი ტენდენცია მაინც რო ჩანდეს რა. ხა ამასთან მაგალითად არ ჩანს ტენდენცია სამდარიგებაზე. აი ამასთან შედარებით 4 დარიგებაზე მაინც ჩანს რა. ანუ 4 დარიგებიდან ერთი ითამაშა აგრესიულად, დანარჩენი ან გალიმპა, ან დაქოლა, ზუსტად არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ეს ფოლდია. კიდე არის პოზიციის კოეფიციენტი. მაგალითად, თუ გვერდით გიზის, აქეთ თუ გიზის ფიში, შენ უფრო კარგი სარგებელი გაქვს მაგ ფიშისგან, მაგრამ აი აქეთ თუ გიზის, უფრო ცუდი სარგებელი გაქვს. დაახლოებით აი რომ წარმოვიდგინოთ, რომ მაგიდაზე ზის 6 max-ი ვთქვათ რა, 6 max-ზე ვიცი გამოთვლილი რა და 7 max-ზე ხა ვერ გამოვითვლი. 6 კაციან მაგიდაზე მაგალითად თუ მე ვზივარ პირდაპირ პოზიციაში ფიშთან, აი ესე პირდაპირ ჩემ მარჯვნივ ვზის ფიში, მაგ შემთხვევაში ჩემი კოეფიციენტი არის 1.4, ანუ ფიშის წაგებული ფულიდან რო გაყო ყველაზე თანაბრად კი არ გაიყოფა, ანუ თანაბრად რო გაყო 5-ზე რო გაყო, მე 1/5 კი არ შემხვდება, ანუ 1.4 შემხვდება რა, ესე რო ვთქვათ, ანუ ჩემი წილი უნდა გამომრავლო 1.4-ზე რა. მაგალითად ფიში თუ აქვს lose rate 50-100 სიტყვაზე, თითო მოთამაშეც ხო იდეაში უნდა შეხვდეს 10 დიდი ბლაინდი 100 დარიგებაზე. და მე შემხვდება 14 რა, 1.4-ზე გამომრავლებ მაგ შემთხვევაში. მაგრამ მეორე მხრივ თუ უპოზიციოდ ვზივარ ფიშთან, მაგ შემთხვევაში 0.7 იქნება ჩემი კოეფიციენტი რა. ანუ 10-ს 7 შემხვდება. ანუ პირიქით აქეთ მხარეს თუ ვზივარ. მიუხედავად ფლეშ დროსი და მიუხედავად ყველაფერი სიკეთეებისა, დავჩეკავ და ვეცდები რომ გავათრიო ჩეკ-ჩეკით. თუ ოპონენტიდან ფსონის მივიღებდი დავქოლავდი. უბრალოდ მე რომ ამ ფსონი გავაკეთო და რეიზი მივიღო, ძალიან არასასიამოვნო იქნება და რახან პოტ ლიმიტია თამაში, ხო? მირჩევნია რომ პოტი არ გავბერო რა და დიდი რეიზი ვერ მივიღო ოპონენტისგან, როცა ან მაგალითად ბლეფს გადაწყვიტავს, ან მაგალითად კაროლი ექნება რა. მირჩევნია რომ პოტი არ გავბერო ეგეთ სიტუაციაში, სადაც მაქვს კარგი შოუდაუნ value, მაგრამ მეორე მხრივ რეიზების წინააღმდეგ ძალიან ცუდად ვდგავარ. ესე იგი, პოზიციის კოეფიციენტსაც შეეხება. პირდაპირ პოზიციაში როცა ხარ, არის ხარ ფიშთან, აი ამ მაგალითზე ვთქვათ მაგალითად რა. აი ამ მაგალითზე ვთქვათ, აქ ხო ზის ფიში. ეხლა ჩემი ორი კაცის იქით რომ იზის ფიში, დაახლოებით 1 იქნებოდა ამ შემთხვევაში ჩემი კოეფიციენტი რა. აი ამის კოეფიციენტი იქნებოდა ალბათ რაღაც ესეთი 0.9, 0.85, აი ამის კოეფიციენტი უკვე 0.7, ამისი უფრო ნაკლები კიდე რა. შევა ამის ეს 0.7. ამათი 1.4, ამისი 1.2 დაახლოებით და დაახლოებით ეგეთი ვარიანტი. ეგრე გადავინაწილებდით ამის lose rate-ს რა, დაახლოებით. იმ დაშვებით თუ ჩვენ ყველა თანაბრად თამაშობთ, ანუ თანაბარი სიძლიერის მოთამაშეები ვართ რა, დაუშვათ. შესაბამისად ეხა ამის ესე კონკრეტულად ზუსტი რიცხვის გამოსვლას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ მთავარი კონცეფტი ის არის, რომ უნდა ვეცადოთ რომ ფიშთან ვიჯდეთ პოზიციაში, მაგრამ თუ აი მართლა კარგი ფიშია, პოზიციაში რომ არ ვიჯდეთ, მაინც შეიძლება იმ მაგიდაზე ჯდომა. ზოგადად ეს ტრიბეტი შეიძლება ესეთი კარგი ჰენდით, მაგრამ რახან ადრეული პოზიციები ვართ, უბრალოდ დავქოლა. მოდი ესეთი დაშლილი ჰენდი პირველი პოზიციიდან არ დავარეიდოთ, მაინც 7 მაქსია და უბრალოდ დავჩეკოთ. დავჩეკოთ რაღაცა დავყაროთ. აქ რაღაც ესეთი სუსტი ფლეშ დრო მაქვს, სტრიტები დაიხურა ყველანაირი, რაც არსებობს და შესაბამისად არ გავბეროთ პოტი, აქაც იგივენაირად. ხო, არეტებით იშვიათად მოვიგებ ხოლმე, მაგრამ როცა მოვიგებ
კაროლ დამა 4-იანი ტრიპ სუიციდი. ესეთ ხელს დავყრი. სკვიზისთვის ნამდვილად ძალიან სუსტი ხელია და კოლსაც შეეხება, small blind-ზე კოლს არ თამაშობთ რა, ჯობია რომ არ ითამაშო. ეგრე ჯობია. იმიტომ რომ ყველასთან ოპოზიციოდ ხარ, მით უმეტეს მულტიპოტში და ეს ისეთი სიტუაცია, სადაც აი კაროლის მეტი არანაირი ფლოპის ნახო რო არ გიდა და ის კაროლის კიდე ძალიან ძლიერი ხელი არ არის. საერთოდ ეხა ტოპ სეტი ომაჰაში ისეთი კაი რამე არ არის, როგორც მაგალითად ჰოლდებში. აქა განსხვავებული სიტუაცია აქ პოზიციაში ვარ თან ოპონენტი რაღაცა შემცირებული საიზინგით იხსნება, პირდაპირ დავქოლავ. შეიძლება ვინმეს ახლა ტრიბეთი ეგონოს რო უკეთესია, მაგრამ ტრიბეთი იქნებოდა უკეთესი თუ აი 7-იანი სასად იქნებოდა ტუზი. ან მინიმუმ კაროლის ნაცვლად იქნებოდა ტუზი, ანუ ტუზი როცა გიჭირავს ხელში, ის უფრო კარგ არგუმენტს გაძლევს ტრიბეთისთვის, იმიტომ რომ ფოლდეკვითის გაძლევს იმიზეზით რაც წეღან ახსენია, ნუ ოპონენტთან ტუზების ალბათობა მცირდება. თან ტუზ კიდე აქვს ის პლუსი, რომ თუ ფლეშ დრო გაქვს ტუზზე, ნაც ფლეშ დრო გაქვს ეს ნაც სანაცე პოტენციალი ძალიან დიდი რამეა ომაჰაში. თუ ცარიელი ტუზი გაქვს ფეხის გარეშე, ხო? ეგეც კაია, იმიტომ რომ როცა ფლეში იხურება ხოლმე, ანუ ბლეფის ძალიან კარგ პოტენციალს იძლევა, ანუ ნაცი განასახიერო. ან თუ ფლეშ დრო დევს და შენ ბლოკერი გაქვს, კარგ ფოლდეკვითის გაძლევს, იმიტომ რომ ბლოკავს ოპონენტების ფლეშ დროებს და ასე შემდეგ. ტუზ კარო 9-4-იანი. ისეთი სიტუაცია რა, ან ფოლდიან ტრიბეთი, მაგრამ აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ფოლდი მირჩევნია რა. შეიძლება დატრიბეთება, გან არ შეიძლება, მაგრამ პოტბეთი პირდაპირ ანუ თუ რამე არის ოპონენტთან დაბალი ფლეში ან რაღაცა პირდაპირ მაქსიმალური ველიუს მიღებას ვეცავთ. 29-იან 2-იანი, ეს 2-яნის ფაქტორი ძალიან აფუჭებს ხელს საერთოდ. ლიმპი მოდი მოვახერხოთ იზოლირება რამენაირად. არ არის ძალიან ძლიერი ხელი, მაგრამ იზოლირებისთვის მგონი არ აუშავს. ბლაინდი ესეთი ხელი დავიცვათ. ფლეშ დრო. არის ისე კარგი ფლეშ დრო. თერნი არის ისეთი იმედის მომცემი. ანუ იმ გაგებით რომ ფოლდეკვითი არის კარგი. და ვფიქრობ რომ აქ ხშირად ოვერპარა იქნება, ტუზები კაროლები რაღაცა მსგავსი და შეიძლება დამიჯეროს დაყაროს რა. ოვერპარა არ იყო და არ დამიჯერა. ეს ძალიან უცნაური ქოლი იყო, ეს ქოლს არ ველოდებოდი. ნამდვილად. სწორედ ის ჰენდი იყო, რის ასე ვთქვათ, რისგანაც ფოლდის ვისურვებდი და დამიქოლა. ეხლა ოპონენტზე დიდი ინფორმაცია არ მქონდა, უბრალოდ ესეთი ტაიტი პიპი რახან მქონდა. ზოგადად ადეკვატური სტატები რახან მქონდა. მაგიტო ვითამაშე ეგრე. ძალიან ხშირ შემთხვევაში მან ფოლდი უნდა მიმეღო ოპონენტისგან. კი ფლეშ დრო 10 და შეიძლება. და მაგიტო არ დაიჯერა, მაგრამ ნუ არაფერს ნიშნავს, ან 5-იანი რო გააწყვილა. ნუ რა ვიცი, მოკლედ ამ ჰენდით რო წაგებული მქონდა, გუიჭოლი ვიცოდი და სწაღირდა.
ეს ლიმპავს ვიღაცა. ერთი დარიგება რა თქმა უნდა რეგრესატული არ არის, მაგრამ ნუ ლიმპი მაინც რაღაცას ნიშნავს. თუნდაც ონლაინზე არსებობს ლიმპების სტრატეგია, რომელსაც მიკროლიმიტებზე არ ვიყენებთ. უბრალოდ გართულებაა ცხოვრების და მეტი არაფერი. ეს ოპონენტი შეგვიძლია მოვნიშნოთ როგორც რეკრეაციული მოთამაშე, ან ტენდენცია აშკარად ჩანს. მე ყოველთვის უწევ რეკომენდაციას, რომ თამაშის რაოდენობის ნაცვლად გაკეთდეს ხარისხზე, ასე ვთქვათ, ყურადღება გამამახვილოთ ხარისხზე თამაშის. ვითამაშოთ ცოტა ნაკლები დისტანცია ვითამაშოთ, შეიძლება ცოტა ნაკლები მაგიდები, მაგრამ ვითამაშოთ ხარისხიანად. რაც მაინც კარგი ექშენი არ იყო ამ სესიაზე სამწუხაროდ. წინა სესია რაც ჩავწერე იყო NL5, კი არა PL5, იქ სხვათა შორის კარგი ექშენი იყო. კარგი დარიგებები ვითამაშე. გაუწევდი რეკომენდაციას იმ ცხოვრებას. ნორმალური ხელია. კარგი კომპონენტები აქვს. ესეთი ლოკდაუნ ბორდია და 1/13. აი ძალიან დიდი ფოლდექვიტია ხოლმე ესეთ ბორდებზე და როცა არ დაყრის ხოლმე ოპონენტი, მეორე ბარელისთვის უკვე ძალიან კარგი არგუმენტია ხოლმე საჭირო რა. ისე არ არის რომ ყოველ წუთას რომ მეორე ბარელი გახვიდე, ეგრე არ არის. უკვე equity-ზე უნდა იყო რა. დამოკიდებული თუ წაგივიდა რამე კარგი equity turn-ზე, შეგიძლია გახვიდე. ან რამე კარგი ბლოკერები. ლიმპერი ტუს ვალეტ 4-იანი. დავარაიზ და არ ვარ გაესხელი, მაგრამ დავარაიზოთ მე რამე ექშენი შევქნოთ. მაინც ლიმპერთან თამაში ყოველთვის სიამოვნოა. აი ესეთ ბორდებზე არა უგონთ. ეს თითქმის აი ისეთი ბორდია, რომელზეც რეინჯ ჩეკი გვაქვს რა, ანუ ყველაფერს ჩეკავთ. ზუსტად ჩემნაირი ხელი აქვს ოპონენტს. ოდნა უარესი. ეხლა სესიას წერ დღისით, ნუ დღისით რა 7 საათზე, რა საღამო 7 საათზე. რაც არ არის მაინდა-მაინც კარგი დრო. ან შემადგენლობების თვალსაზრისით რა. ღამე უფრო კაი სასწავლია ხოლმე, ან დილით. რაც შემჩნეული აქვს, ან დილით ადრე აი რა 8-ზე 9-ზე რაღაც აი მაგ დროს ძალიან კაი სასწავლია ხოლმე და აი გვიან ღამე რა, რაღაც ღამის 3-დან ალბათ ეს დილის 9-მდე 10-მდე. ტუს კაროლ 9-2-იანი, ესეთი ხელია რომ ერთი ბლაინდის გადახდაც არ მინდა ამ ხელით სიმართლე რომ თქვა რა. ორი ოპონენტის წინააღმდეგ უნდა დარჩეო პოზიციოთ.
რაღაც მარგინალური ტოპწყვილიდან რაღაც ეგეთით, რაც უბრალოდ უკეთეს ჰენდებს აანაზღაურებს და მეც ვერაფერს ვერ გააკეთებს. აჰა. ფიშთან მოხვდით დარიგებაში პოზიციაში, რომელიც რაღაცაა და თან 2 წველი დავიჭირეთ. ორიანიდან გამომდინარე ეს ხელი ფოლდია. როცა ესეთი რაღაც ესეთი კომპონენტებიდან აი ეს ერთი ესეთი მოგლეჯილი კომპონენტი როცა აქვს აი ორიან ყვავის აი single suited ჰენდები ეს ძალიან ცუდი ჰენდებია თითქოს არც ერთი პოზიციიდან არ თამაშობს ეს დაიმახსოვრეთ რა. თუ ესეთი მოგლეჯილი ჰენდია, მოგლეჯილი კარტი აქვს, მაშინ სამი ბროდვეი კარდი მაინც უნდა ქონდეს, აი ეს ტუსკარულ დამარო ყოფილიყო, მან შეიძლება. ან double suited უნდა ყოფილიყო. მოვიდა იდეალური კარტი თერნზე. ცოტა გავიდეთ. მივიღე კოლი. დაიხურა რაღაც სტრიტები, 10 და რაღაც ფლეშები. მგონია რომ მქონდა დავჩეკო, იმიტომ რომ ოპონენტმა შეიძლება რაღაცა ფსონი გააკეთოს. უბრალოდ დაჩეკა. უბრალოდ კოლს აღარ ველოდებოდი არაფრისგან მანდრა. ზოგადად ესეთოს აი რივერსზე ესე დაჩეკვა იშვიათად ხდება ომაში. ყოველთვის ჯობია ხოლმე რომ ფსონი გააკეთო, მაგრამ მან და ოპონენტმა ფიქრობდა რომ ძალიან ხშირად უბრალოდ არაფერი არ ექნებოდა რა. როგორც არაფერი არც ქონდა პრინციპში. ესეც სტრიტ დროს არ წავიყვან, იმიტომ რომ არც ერთი ნაცის აუტი არ მაქვს რა. ყველა სტრიტი რომელიც მეხურება ან ტუს დამასთან ყველა უკან არის რა. შესაბამისად სტრიტი დავიჭირო რომელიც მე მაინც წააგებს აბსოლუტურად უაზრობაა. ნახევარი მაგით გავაგრძელოთ აგრესია. საკმაოდ კარგი equity მაქვს. 2 წყვილი მაქვს, flash draw და პლუს რაღაც spector equity სტრიტებზე. ტრიპსი. დავყაროთ. გავფლეშე, ნაცი მოვიდა. გავაგრძელებ აგრესიას, იმიტომ რომ შევა ხანდახან ოპონენტი თვითონაც ფლეშს ელოდებოდა და იმასაც ფლეში აქვს და ცოტა პოტი გავბეროთ, მაგ შემთხვევებისთვის. თაში თუ რამე ესეთი მარგინალური ჰენდი ქონდა, მაგიდან მაგ ჰენდისგან დიდად იმედი ვეღარ მექნება რომ რამეს გადაიხდეს. ტუსკაროლი. დავქოლავ დავიცავ ბლაინდს რა. აკაზე გაჩოდი და backdoor equity კი მქონდა, მაგრამ ესეთი ხელის თრევას დიდი აზრი არ აქვს. ერთ-ერთი ბოლო დარიგება არის ეს, ჩემი აზრით. მოდი ნახოთ, იქნებ რამე საინტერესო მოხდეს. ეს დამასვიდით ჰენდით შევიყვანოთ ოპონენტის ხათრით. ოპონენტი ჩეკავს, მეც დავჩეკავ, არაფერი არა მაქვს. მეორე პარა დავიჭირი, შევა ხანდახან მოვიგო აქ. ეს ჩეკ-ჩეკით გამოვათრიე რაღაც დარიგებები, სასიამოვნოა ნამდვილად.
კარგი, გავათამაშოთ ეს დამები და დავხუროთ ეს სესია. ცოტა მოსაწყენი სესია იყო. თუმცა არა უშავს, ესეთი თამაშია, ზოგადად ყოველთვის სახალისო არ არის, ხანდახან მოსაწყენია, ხანდახან სახალისო. კაი, შევხედოთ აი ამ რანდაუნსაც. Rainbow რო არის, ან სხვადასხვა ფერის რო არის, ყველა კარტი ეს არ ვარგა, მაგრამ იდეალური გადამარა ხან არის, შეიძლება და რეიზება. იდეალური გადამარა არ იყოს, მაგრამ მანდ რო გეპები იყოს უკვე აღარ ივარგებდა იმდენად ეს ხელი. ფლოპი ისეთია. არც იქით არც აქეთ. დავჭეროთ. ნუ თითქმის ნაცი მომივიდა. მოდი რაღაც პატარა საიზით გავიდე, იმიტომ რომ ოპონენტს შეიძლება ჯიბის ყველი კონდესაც full house-ი იქნება და ითამაშებს. გავთიშავ და მაგიდებს. მეორე წყვილი უბრალოდ ჩეკით გამოტანა, ცადოთ. ოპონენტთან გამომდინარე, ამას დავიცავ სავარაუდოდ. ტრიფსი გავაკეთეთ რაღაც პატარა ზომის ფსონი. მაინც გავაკეთებ ფსონს და ბეტპასი იქნება რა. რეიზების წინააღმდეგ დავყური სავარაუდოდ. ორხრივი სასტრიტე მაქვს, მეორე წყვილი მაქვს, თუმცა ფლეშ დროპბორდი რახან არის, უბრალოდ დავჩეკავ. სტრიტები დაიხურა. მეორე ფლეშ დრო წავიდა. მეტად გადასარევი არ არის ჩვენთვის ეგ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად გაგვაძლიერა მაგვალეტო ან მეორე პარამომს, ანუ იმდენი რამე დახურა და იმდენი ფლეშ დრო გაჩითა რომ რაღაც ოვერ პარა წაიღებს. სტრიტი. მე დავარეიზეს. როცა სამი როდოი კარტი გქა ესე დამავალეტი და single suited hand-ი ეს ზოგადად კარგ hand-ად ითვლება რა. თუმცა აი ეს 6-იანის ფაქტორის გამო ტრიბეტისთვის მაინც სკვიზისთვის მაინც არ ივარგებს, ეს ამიტომ უბრალოდ დავქოლა. ფლეშ დრო მაქვს. მაგრამ არ არის ნაცი და თან სხვა არაფერი არ მაქვს აბსოლუტურად. და ძალიან ტაიტი ოპონენტი მიტევს, ასე რომ ძალიან დიდი საიზინგი და ამის დაყრაზე უკეთეს ვერაფერს არ მოვიფიქრე. აქ სამი ოპონენტის წინააღმდეგ უბრალოდ ვერაფერს არ მოვიფიქრებთ, უბრალოდ ჩეკავთ და იმეც ვიტოვებთ, რომ რამე ბექტორ equity წაგვივა. ნუ ეს დამა არაფერს არ ნიშნავს. აჰა, საკაიფო ჰენდი მოვიდა.
ამ ოპონენტის წინააღმდეგ უბრალოდ ვითამაშებ ტრიბეთით და სტეკზე წავალ. ან ნახევარი სტეკის წინააღმდეგ, ფულ სტეკის წინააღმდეგ სტეკზე ვერ წავიდოდი, მაგრამ ნახევარი სტეკის წინააღმდეგ წავიდოდი. წავედით ამ ფლოპზე ყველა ვარიანტში. მოდი რა ინტუიცი შევთავაზოთ, უარი გითხრა. რაღაც ცოცხალი აუტები მაქვს. მაგრამ არ დამიდო, არა უშავს. არა, პატარა ის წაიღო. ქეშაუდი გააკეთა ოჯო. ხო, ქეშაუდი გააკეთა. გასაგებია. ლოკდაუნ ბორდია, რომელიც სრულიად ჩემი ბორდია, ანუ ოპონენტებმა ქოლები თუცა მიმიღეს, ან ტუზები მაგათ არასოდეს არ აქვთ მაგ სიტუაციაში. მე კიდევ მაქვს ბევრი ტუზები და ზოგადად ესეთ ფლოპებზე არის ხოლმე ძალიან დიდი ფოლდექვითი. კაი, ბოლო ხელია, მოდი დავარეიზოთ. პირველი პოზიციიდან ეს ხელი არ არის რეიზი. ნუ ყოველ შემთხვევაში დიდი ალბათობით არ არის რეიზი. ზუსტად აღარ მახსოვს. მაგრამ დიდი შეცდომაც არ იქნება ალბათ რა. ხათიან ყავი არ არის ესეთი კაი ბლოკერი, რომ ამ ფლოპზე ვიბლეფო ორი ოპონენტის წინააღმდეგ. კარგით. ამით დამთავრდა ამბავი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. ალბათ თქვენ იცით წარმატებები.